დღეს ერთ-ერთ მომამზადო თუ გემრიელესი და უხრაშუნესი, ძალიან წვნიანი და არომატული ჩებურეკი. ჩებურეკის ცომის მომზადების უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა დღეს შემოგთავაზებთ ყველაზე მარტივს და ადვილად მოსამზადებელს. ადუღებულ წყალს დავამატოთ ზეთი და მარილი და დავიწყოთ ცომის მოზელა. უმჯობესია თუ გამოიყენებთ უმაღლესი ხარისხის ფქვილს და ზეთს. რადგან წყალი არის მდუღარე, თავიდან დაგჭირდება კოვზი, ვიყენებ ხის კოვს, შემდგომ კი უკვე ხელით განვაგრძობ მოზელას. ცომსელ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, მანამ სანამ პრიალა და ელასტიური არ გახდება. შემდგომ კი მოვათავსეთ საკვებ ცელოფანში და 15-20 წუთით დადეთ დასასვენებლად. მოვამზადოთ გულსართი. საქონლისა და ღორის ხორცისგან გავაკეთებ ფარში. დავამატეთ დაბლენდერებული ხახვი, წითელი და შავი წიწაკა, ძირა, მარილი და ცოტაოდენი წყალი. ჩებურეკის ფარში უნდა იყოს ხინკლის ფარშზე ოდნავ უფრო სქელი, ამიტომ წყლის შეზავებისას დაიცავით პროპორციები. მოზილეთ კარგად და დაუბრუნდეთ ცომს. რადგან ჩებურეკი უნდა შეიჭამოს ცხელ მდგომარეობაში და ოჯახის წევრები არც ისე ბევრი ვართ, მე მოვამზადე მცირე ულუფა, თქვენ კი შეგიძლიათ გააორმაგოთ დოზები. ცომი გავყოთ 6 ტოლ ნაწილად, მივცეთ სათითაოდ მრგვალი ბურთის ფორმა და დავიწყოთ მისი გაბრტყელება. მოქმედება უნდა მოხდეს სწრაფად, რადგან ჩებურეკების შეწვისას დრო არც თუ ისე დიდი გვაქვს. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მაქსიმალურად, ანუ ძალიან თხლა. გიჭერთ გაბრტყელებული ცომისთვის ლამაზი მრგვალი ფორმის მიცემა, ისარგებლეთ თეფშით, ისე როგორც კადრში ხედავთ. ცომის ერთ მხარეს მოვათავსოთ ფარში, გავანაწილოთ კოვზით კარგად და გადმოუკეცოთ მეორე მხარე. ცომის ზედაპირი მივაერთოთ ერთმანეთთან, თუმცა სანამ საბოლოოდ დავკეტავთ, აუცილებლად გამოვდენოთ ზედმეტი ჰაერის შიგთავსიდან. გვერდების გასალამაზებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პიცის საჭრელი დანა, ან უბრალოდ ჩანგლით მისცეთ ფორმა. ტაფაში ჩავასხეთ ზეთი და როგორც კი დუღილის ტემპერატურამდე მივა, მოვათავსოთ ჩვენი ჩებურეკები. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე წამი და ამოვაბრუნოთ. არაყის, სოდის, კვერცხისა და ზედმეტი დანამატების გარეშე ჩვენ მივიღეთ ჩებურეკის იდეალური ცომი. შიგთავსი კი ძალიან წვნიანი და არომატულია. იმისთვის რომ არ გამოგრჩეს ჩემი შემდეგი გემრიელი რეცეპტი, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube-ის არხი და ლაიქე Instagram-ის გვერდი ან მიპოვნე Facebook-ზე დიანას რეცეპტორი.